ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ დავით მამალაძე, ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივი ლიდერი და მასთან საუბრობთ ბოლო დღეების აქტუალურ მოვლენებზე, როგორც იცით, გუშინ დააკავეს ნიკა მელია, რამდენიმე დღის უკან იყო ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებაც და ზოგადად საგამოძიებო კომისიის შემდეგ პოლიტიკოსების ქმედებები, მათი გადაწყვეტილებები და უკვე ეს დაპატიმრებების სერია იქნება ჩვენი განხილვის თემა დღევანდელ ინტერვიუში. ბატონო დავით, მოგესალმებით და მადლობა რომ დღეს ჩვენი ეთერის სტუმარი ხართ. მოგესალმებით, დიდი მადლობა პირიქით მოწვევისათვის. როგორც აღნიშნე, ანუ ბოლო დღეების ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის დაკავებები, როგორც იცით, ნიკა მელია დააკავეს, იქამდე ზურაბ ჯაფარიძე, უფრო მანამდე ირაკლი ოქრუაშვილი და ეს ყველაფერი უკავშირდება საგამოძიებო კომისიას და მასთან დაკავშირებულ უკვე მერე განვითარებულ მოვლენებს. რა კომენტარს გააკეთებდით ზოგადად აი ამ საკითხზე, როგორია თქვენი პოზიცია? ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ეხლა ხელისუფლება ისე არის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული, რომ საერთაშორისო პარტნიორები არ ცნობენ ლეგიტიმურად, აღარც რუსეთი ცნობს მაგათ ლეგიტიმურად, ვიდრე არანაირი პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან არ არსებობს მაგათი და აგონიაშია მოსულთა პოლიტიკური ოპერანტებზე ზეწოლით და ძალადობით ცდილობს თავი გადაერჩინოს, მაგრამ ისტორიას თუ გადავხედავთ, ისტორიულ უახლოეს ჩვენ წარსულს, არც ერთ ასეთ დიქტატურას ბოლო არ აქვს დადებითი და კარგი სამწუხაროდ. უსაბედნიერო. ხელისუფლების შეცვლა უკვე რეალობად იქცა, რაც შეეხება ახლა ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 4 წლის წინ ცოტა სხვანაირად რომ მოქცეულიყო ეს ლიდერები და არ გახკიდებოდნენ ამ შარლ მიშელის დოკუმენტაციას და არ გაეправებიათ ივანიშვილის არალეგიტიმური გაყალბებული პარლამენტი, ეს უფრო უმტკივნელო იქნებოდა ამ ხელისუფლების შეცვლა და ეხლა ყველა ვინც რასაც დათესავს, იმას იმგის ბოლოში. ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც გმობ პირადად მე. გასაგებია, თქვენ ახსენეთ საერთაშორისო იზოლაცია. ერთია დამოკიდებულება დასავლეთის ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენი ქვეყნის და აქ მიმდინარე პროცესების მიმართ და მეორეა თავად პოლიტიკოსების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ქმედებები. მათ შორის ლეიბორისტული პარტიის და სხვა ოპოზიციური ლიდერების და მათი წევრების. როგორ შეაფასებთ, რამდენად სწორად ვითარდება ქმედებები ოპოზიციური ფლანგის მიერ? ანუ ჩვენ უკვე გვახსოვს ძალიან ბევრი რაღაცნაირად წარუმატებელი გაერთიანება სხვადასხვა ქოლგის ან სხვადასხვა მოსაზრებების და გადაწყვეტილების ირგვლივ ოპოზიციური სპექტრის და ამ პირობებში როგორ გგონიათ, როგორ უნდა იმოქმედოს ზოგადად მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა და რა იქნება რაღაცნაირად ეფექტური ნაბიჯი ამ მიმართულებით? რომელ წარუმატებელ გაერთიანებას გაქვთ საუბარი? თუ პანჩატურს გულისხმობთ, ის იყო ყველაზე წარმატებული პრაქტიკულად რეჟიმი მოქცეული იყო კუთხეში და რომანა გამყიდველი ვაი ოპოზიციონერები და შარლ მიშელის, ასევე კორუმპირებული შარლ მიშელის მიერ მოწერილი დოკუმენტი ეს ხელისუფლება დიდი ხნის უკან დამთავრდებოდა. ამას არ ქვია არა ეს გაერთიანება როგორ დაარქვით თქვენ? არა, მე არ გულისხმობ კონკრეტულად პანჩატურის ნაწილს, მე ვგულისხმობ სხვადასხვა მცდელობას ამ წლების განმავლობაში, ზოგჯერ სალომე ზურაბიშვილის იდეის ირგვლივ, ზოგჯერ თავად ოპოზიციას ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით გაერთიანების მცდელობა, მე არ გულისხმობ მაინდა-მაინც პარტიულ გაერთიანებას, მე ვგულისხმობ რაღაცა სამოქმედო გეგმის ირგვლივ გაერთიანებას და ამაში მაინდა-მაინც წარმატებული ნაბიჯები საბოლოო ჯამში ვერ გადაიდგა და ამას გეკითხებით, სწორედ როგორ ფიქრობთ, რა იქნება სწორი პოზიცია და სწორი სამოქმედო გეგმა ოპოზიციის მხრიდან, რომ ის გარდა იმისა, რომ დაუშვათ ხელისუფლებასთან ასეთი ტიპის ურთიერთობა აქვს დასავლეთს და ამერიკას, თქვენ ამბობთ, რომ იზოლაციაშია მოქცეულიო, ამასთან ერთად როგორი უნდა იყოს ქმედება ოპოზიციური სპექტრის? და თქვენ ადრე რეალურად გეჩვენებოდათ იმ სუბიექტების გაერთიანება, რომლებიც ოლიგარქის წიაღიდან იყვნენ წარმოშობილი, ისინი დაუპირისპირდებოდნენ რეალურად ოლიგარქიას, ასეთ გაერთიანებები ყოველთვის დამთავრდებოდა ისე, როგორც დამთავრდა. კარგი, მაშინ მარტივად გკითხავთ, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ დღეს, რა იქნება ყველაზე ეფექტური? ჩვენ უკვე გავაკეთეთ ის, რომ ხელისუფლება შეცვლის სტადიაშია. ლეიბორისტულმა პარტიამ
თავისი სანქციებით, თავისი სოფლიო საერთაშორისო ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ ამხედრა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ხელისუფლება შეიძლება რიგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად ჩატარდება, მაგრამ თავარია 10 წლის შემდეგ აღარ დაუშვას ხალხმა შეცდომა და ისევ იმ გამყიდველ პოლიტიკურ სპექტრს ოპოზიციაშია თუ ხელისუფლებაშია არ დაუჭიროს ხარ და ერთი ოლიგარქი არ ჩაანაცვლოს კიდე სხვა ვინმე ბანკირითა და სხვა ვინმე უბედურებით, რომელიც რიგში არიან აი ამ პოლიტიკაში. კი ბატონო, ეს არის ჩვენი მოთხოვნა ლეიბორისტული პარტია მაქსიმუმი უკვე გააკეთა ხელისუფლების შეცვლა უკვე რეალურია, უბრალოდ დროის ფაქტორია, ეს დროი ცოტა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ჩვენ კი გვეჩქარება, მაგრამ ასე საჩქაროდ არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება მსხვერპლი გამოიწვიოს, ნელ-ნელა ხელისუფლება რომ კუთხეშია მიყუდებული, ამას თქვენ ხედავთ, ეს არის მხოლოდ ლეიბორისტული პარტიის დამსახურება, რომელიც დაბლოკილია ტელევიზიებში, ტელევიზიებში, ცენტრალურ ტელევიზიებში, ოპოზიციის არხებზე, ხელისუფლების არხებზე, დაბლოკილია შარშან 4 ივნისის უილსონთან შეხვედრის შემდეგ, როდესაც თქვენი გახსოვთ რომ კონგრესში პიკაპი განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წერილი რო იქნა განხილული, აი ამის შემდეგ პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში იმყოფება პარტია. თუმცა აი ეს იზოლაცია დიდხანს არ გასტანს, ეს ოპოზიციური სპექტრი იქნება თუ სახელმწიფო რეჟიმის წარმომადგენლები აუცილებლად ყველაფრისთვის მომავალში აგებენ პასუხს. კი ბატონო და ბოლო შეკითხვაც, თუ შეიძლება პარტიის მიმართ დამოკიდებულებებზე საუბრობთ თქვენ და ამ ჭრილში საინტერესოა პარტიის დამოკიდებულება არჩევნების მიმართ, თქვენ ახსენეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოლოდინი, თუმცა ოფიციალურად ჩანიშნული ამ ეტაპზე რაც გვაქვს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, აპირებთ თუ არა მონაწილეობის მიღებას და თუ არ აპირებთ და ბოიკოტს უცხადებთ, რას ეტყოდით თქვენს ელექტორატს, როგორ ჯობია და როგორ არის უმჯობესი რომ მოიქცნენ ისინი? დღეს ყოველგვარ ადგილობრივ არჩევნებზე ფიქრი არის ქვეყნისა და ხალხის ღალატი. არ შეიძლება ამ პირობებში, ამ რეჟიმის პირობებში, რომელიც სისტემატურად ყალბდება, ტოტალურად ყალბდება არჩევნები, ვინმე მიიღოს მონაწილეობა. ეს რეჟიმი უნდა ჩამოიქცეს და შემდეგ უნდა დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით დათმობილი დროისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ვსაუბრობდით დავით მამალაძესთან ერთად, ის გახლავთ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივი ლიდერი გურიაში.